სალამი ჯაბა, სალამი მაყურებელო. ჯაბა ჭულაძესთან ვისაუბრებთ დღეს. ჯაბა არის ემიგრანტი და მიხეილ სააკაშვილის აქტიური მხარდამჭერი ჩვენ მთლიანობაში მწარემიშისტების YouTube არხია და მალე 8000 გავხდებით და კიდევ ვიზრდებით. დღეს გვინდა ვილაპარაკოთ 14 ოქტომბერზე 21 წლის. როცა ჩვენ დაგვშალეს და არა მარტო 14 ოქტომბერს, საერთოდ ძალიან ბევრჯერ დაგვშალეს იმის მერე, რაც მიშა ციხეშია. ნუ დღეს კონკრეტულად 14 ოქტომბერი განვიხილოთ და ზოგადად იმაზე შევეხოთ მერე ოდნავ, რამდენად მავნებლური იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაშინდელი ლიდერშიპი, მავნებლური ჩვენ ამომრჩევლის მიმართ და რა თქმა უნდა თვითონ მიშას მიმართაც. მოგესალმებით მივესალმებით თქვენს YouTube მაყურებელს. 14 ოქტომბერი ალბათ 2021 წლის 14 ოქტომბერი ალბათ 14 წლიანი რეჟიმის მმართველობის პერიოდში არის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი ჩემი აზრით. ბევრი თარიღები იყო, მაგრამ უშუალოდ 14 ოქტომბერი რატომ არის მნიშვნელოვანი და რაც მოხდა ამის შემდეგ უფრო მკვეთრად გამოიკვეთა ეგრეთ წოდებული ოპოზიციის დამოკიდებულება პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ. მანამდე ჩემი მეგობრები რა თქმა უნდა მელიას და დანარჩენ ოპოზიციის წევრებს აკრიტიკებდნენ. ნუ ახლა ბოკერიას კრიტიკა და თავისი გუნდის, რომელმაც 2016 წელს პირველი შეცდომა, მანამდე კიდე იყო ბევრი პიროვნებების ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსების მხრიდან შეცდომები დაშვებული, მაგრამ ეს უშუალოდ ეს 14 ოქტომბერი რატომ? იმიტომ რომ ჯერ იყო და პრეზიდენტ სააკაშვილი იცით რომ საპრეზიდენტო ვარდის ამოწურვის შემდეგ დატოვა ქვეყანა და წავიდა უკრაინაში. მისი მხარდამჭერების მოთხოვნით რამოდენიმე თვეში დაბრუნდა 2014 წელს იმისათვის რომ დაწყებულიყო 2016 წლის საპარლამენტო საარჩევნო კამპანია დაწყებულიყო. ნუ ყველაფერს რომ მივყვეთ ეტაპობრივად თუ გვაქვს იმის საშუალება მოკლედ ჩამოვაყალიბებ და მივალ 14 ოქტომბრამდე თუ შეიძლება. და იმის თქმა მინდა რომ მიშა როდესაც ქვეყანაში ჩამოვიდა დაიწყო მან რეგიონებში გასვლა, გახსოვთ ალბათ ქუთაისში როცა მივიდნენ იქ შეკრებილი იყვნენ რეგიონალური პარტიის ხელმძღვანელები, მხარდამჭერები, ერთ სიტყვით პატრიოტი ხალხი. მოხდა რა ციხიდან გამოშვებული ეს მიზანმიმართული ოპერაცია იყო ეგრეთ წოდებული რეჟიმის მხრიდან. რა თქმა უნდა ეს კრიმინალები რომელიც პოლიტპატიმრების სიით იყო შეწყალებული იქ დახვედრები, ცემატყება, შემდეგ ბათუმში, სხვადასხვა რეგიონებში ეს იყო მიზანმიმართული დადგმული სპექტაკლი იყო აი ამ ხალხის მიმართ. ამას მარტო ბიძინა ივანიშვილი და ხოცა რეჟიმი ამას ვერ შეასრულებდა. ამას ჭირდებოდა ესეთი ჭკვიანი ადამიანი, ნუ ბოროტად როიყენებენ ნიჩს აი ამაზე მაქვს საუბარი. არაერთ გზის მითქვია, რომ ბოკერია არის ესეთი და სხვა ბევრი კიდე დანარჩენები. ასე რომ ეს იყო მიზანმიმართული პრეზიდენტის მიმართ, რომ იქ დამდგარიყო ესეთი მოცემულობა, რომ ხალხი თვითონ აი რა დღეშია აი გამოსული ციხიდან და იცით გახსოვთ ალბათ თვითონ ივანიშვილიც რო გამოდიოდა ტელევიზიებით გაგებით უნდა მოეკიდოთ ამ საქმეს ამ კრიმინალს და იმიტომ რომ ამ ხალხმა დააშავა ანუ ხელს იშვერდნენ რა თქმა უნდა პრეზიდენტ სააკაშვილის და მისი გუნდის წინააღმდეგ. მაგრამ მოცემულობა სხვანაირად იყო. ეს დრო რო გავიდა, მერე უფრო გამოაშკარავდა და მერე უფრო ჩაუხდით ყველაფერს, როგორც არის, თორემ მანამდე სიმართლე გითხრა ის ღალატი, რომელიც დაფიქსირდა კორწყელის შემდეგ და არჩევნების შემდეგ 28 მანდატით და მივალ მაქამდეც, მაგრამ პრეზიდენტს ამ ეგრეთ წოდებულმა ოპოზიციამ მისმა
გუნდმა უთხრა რომ თქვენ უნდა გაერიდოთ ახლა დროებით თაკაურობას. 2 წელში არჩევნები მოდის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, ჩვენ ამას ყველაფერს ხალხთან გასვლები, არდაკარსიარული და არჩევნო კამპანიას ჩვენ თვითონ მივხედავთ. მოვიგებთ არჩევნებს და ჩამოხვალთ მერე სრულად ყველანაირი კომპრომატების და იმის გარეშე არანაირი ის არ ექნება ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას თქვენს მიმართ და აი ხო ხედავთ აი ეს ხალხი კიდე აგრესიულად არის ცოტა დაწყნარდეს. ეს იყო მეთოდი როგორ უნდა განერიდებინათ პრეზიდენტი. თავარი იყო განრიდება პრეზიდენტის. იმიტომ რომ მიშა ბრძოლისთვის დაბრუნდა 2014 წელს, რომ რა თქმა უნდა ქართველი 2 წელიწადში ყველაფერი ნათელი იყო, ხო? რაც ხდებოდა 2013 იყო და მოხდა ტრაგედია თბილისში, ვერისხეობა და 13 ადამიანი დაიღუპა და მაშველი პუმები, რომელიც გაყიდული აღმოჩნდა და რომელიც საერთოდ ძალიან ბევრი დანაშაული ქმედებები ამათ მიერ შეწყალებული კრიმინალების ბანდამ ისევ უსასტიკესი დანაშაულები რო ჩაედინა. ამას ყველაფერს აკვირდებოდა მიშა და ჩამოვიდა ამისთვის გადაწყვიტა ჩამოსვლა 2014 წელს. რომ ჩართულიყო აქტიურად საარჩევნო კამპანიაში 2 წლით ადრე. რახან მოხდა პრეზიდენტის ქვეყნიდან გასვლა, ხდება ის, რომ პოლიტიკურ ველზე ბიძინა ივანიშვილი მოიყვანა ხელისუფლებაში მთელი ოჯახით, მელიების ოჯახმა. აი მელია შემოყავთ, ვის ეკა ხერხეულიძე მიშას უკავშირდება და უხსნის მელიაზე თუ როგორი კარგი მენეჯერია, როგორი მაგარი ბიჭია წყალებში და ეს სჭირდება ახლა პარტიას გასაძლიერებლად. მარტო ეკამ გააკეთა ეს მარტო ვერ იქნებოდა. ეს მე ვიცი, რომ ეკა ხერხეულიძემ მიშას ელაპარაკა ამის თაობაზე. ეს მე ვიცი და კიდევ სხვამ თუ ურჩიავინმე, მეს მე არ ვიცი, მაგრამ ეკა ხერხეულიძემ რომ მე აპეკუნება გაუწია მიშასთან მელიასთან დაკავშირებით, ეს ზუსტად ვიცი. მიშამაც ახან ქვეყანაში არ იყო და საჭიროებას მოითხოვდა მისი გუნდის მხრიდან გაძლიერება ძალების დათანხმდა, მაგრამ ეხლა სიმართლე გითხრა, როდესაც არც გაუჩნდებოდა მიშა არ არის ესეთი ადამიანი, რომ იმაზე იეჭვიანოს და რაღაც ახლა მელია რომ ბოდავს რომ თითქოს მელიაზე შეშურდა ვინმეზე მიშა ახლა როგორ წარმოგიდგენია მიშას პოლიტიკოსის დონის პოლიტიკოსი საქართველოში კი არა და შეიძლება მე ვთქვი რამოდენიმეჯერ რომ მსოფლიოში რამოდენიმე შეიძლება იყოს იქზე ჩამოსასვლელი კი მსოფლიო პოლიტიკოსების ხუთეულში შედის მიშა და ამ ხუთეულშიც ბოლო არ არის ნამდვილად ასეა ამას მე მარტო არ ვლაპარაკობ ამას ლაპარაკობს მსოფლიოში ცნობილი ადამიანები ვისაც უშუალოდ შეხება ქონია იმ რეფორმების დროს, იმ 9 წლიან მმართველობის დროს გატარებულ რეფორმებზე და ყველაფერზე რაც გააკეთა პრეზიდენტმა სააკაშვილომ. ფაქტიურად ანალოგია არ აქვს იმ რეფორმის მსოფლიოში. ჭაობიდან ამოიყვანა ქვეყანა და დაანახა ხალხს ნათელი და ყველაფერი მოიყვანა შუქი, გაზი, წყალი, გზები, ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა გაზარდა, პენსიები გაზარდა და ყველაფერი შექმნა, სახელმწიფო შექმნა ამ ადამიანმა თანამედროვე სახელმწიფო. ქვეყნიდან როცა წავიდა და მელია როცა მოვიდა პარტიაში, საარჩევნო კამპანიები მიდიოდა, რა თქმა უნდა, 2016 წელი როცა დაიწყო, იცით რომ კორცხელის ოპერაცია რომ მოხდა კორცხელში, აი ესენი ყველანი იქ რო იყვნენ ჩასულები სამეგრელოში და ეს მოჭიდავეთა გუნდის წევრები რომ დაახვედრეს და თითქოს ეს ცემეს ესენი რა თქმა უნდა ეს გადაღებულია კადრები და ცემეს და დაესია იქ მთელი ეს ზალოვნები, მოჭიდავეები, ერთი სიტყვით აქტივი რა თქმა უნდა ქართული ოცნების აქტივისტები, მაგრამ აქ ყველაზე მეტი ის არის ფაქტი შემდეგ გაგრძელება რა იყო, როცა მოვიდნენ ესენი ოფისში ვიდეო კოლის საშუალებით პრეზიდენტს დაურეკეს უკრაინაში და ასე ვთქვათ, მიშას დააუძაბეს, რომ იქ იყო შეურაცხყოფები, იქ იყო გინებები, იქ იყო რომ აქედან რომ მიძლევი იმას რა ქვია ბრძანებებს აქ უნდა ჩამოსულიყავი და ეს იყო
როგორი რაღაცა იცი, აი რაღაც რო იტყვიან, აი ბავშვური პრიმიტიული პროვოკაციები კი. არა ჯამრთელი, არა ჯანსაღი პოლიტიკური სვლა, ნებისმიერი დამწყები პოლიტიკოსი მიხვდებოდა ამათ ჩანაფიქრს. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი 2014 წელს დაბრუნდა ქვეყანაში იმისათვის, რომ ბრძოლა დაეწყო თავის გუნდთან ერთად, მაგრამ იქ ვიღაცებს ყელში ეჭქირებოდა მიშა თავისი, რა თქმა უნდა, სურვილების შესასრულებლად მიშა ხელს უშლიდა ამ ხალხს. ბოკერიაზე მაქვს საუბარი და თავიანთი იქ ვინც ყავდა რა, თავიანთი მრევლი. რაც ზუსტად ნაბეჯ-ნაბეჯ შეასრულა ამათმა ყველამ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ როდესაც ეს მოხდა, ხალხს კიდევ იმედი ქონდა, ეს იმ წუთას არ გახმაურებულა საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ მიშას მხარდამჭერების დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, 700-800,000 ადამიანი, ყველაზე სულ ცოტა იყო ქვეყანაში. მაინც და რა თქმა უნდა, ამათ ხელს შეუშლიდა, ამათ მოქმედებებს, ბოკერიების და დანარჩენების. და აქედან გამომდინარე, ამათი მიზანი რა იყო? პირველი არჩევნები მიეყიდათ ბეძინასთვის. რაც ზუსტად შეასრულეს, გამომდინარე იქედან, რომ 2016 წლის არჩევნები როცა მოხდა, ალბათ საქართველოში იყავით თქვენს და ძალიან ბევრი დამეთანხმება ჩემი მეგობრები იყვნენ იქ, როდესაც მოუწოდა ბოკერიამ ხალხს, როცა ესკო შენობასთან მისულიყვნენ, როგორ შევიდა მელია და ბოკერია შენობაში შიგნით და რამოდენიმე ალბათ 1 საათი დაყვეს, შეიძლება მეტიც, შეიძლება ნაკლებიც, უბრალოდ არ ვიცი, მაგრამ იქიდან გამოსულები, აი შედიან ადამიანები იმისათვის, რომ CS:GO უნდა ოდიში და გადადგან უნდა გვერდზე, ისეთ გორლასზე შევიდნენ ესენი. რომ არჩევნები გაგვიყალბეს, ვაპროტესტებთ ამას, არანაირი ის უნდა დაინიშნოს მეორე ტური და ასე შემდეგ და გამოდიან იქედან და გააბადრული სახეებით, გააღიმებული და ეს ხალხი ამბობს და ხალხს მოუწოდეს, რომ ჩვენ წავაგეთ არჩევნებიო და უნდა შევეგუოთო ბედს. პირველი ღალატი, მაგრამ მე მინდა უთხრა თქვენს მაყურებელს, რომ მანამდე სანამ ბოკერია ამ მასშტაბურ ღალატს განახორციელებდა პარტიას დაზიანების მიზნით და პარტიას ერთი სიტყვით პირველი დაშლის ნაწილი იქ იყო მანამდე პალიკო კუბლაშვილმა, როდესაც ბიძინოს ფულით ზურაბ გირჩი ჯაფარიძე გამოიყვანა და ხაჩიძე გოგა და გირჩი დააფუძნეს იაგოხუჩიასთან და დანარჩენებთან ერთად. ესენი ახლა 2-3 ადამიანი გამოვიდა იქედან. ეს არ არის ისე მასშტაბური, სადაც ახლა 28 ადამიანს რომ წაიყვან გუნდის წევრს და გადახვალ და დაუპირისპირდები მიშას. ამით მარტო მიშას კი არ დაუპირისპირდა ეს ხალხი, ან ნაციონალურ მოძრაობას. ზოგადად რა, მილიონზე მეტ მხარდამჭერს, მიშას მხარდამჭერს და ქართველ ანტირუს საქართველოს დაუპირისპირდნენ. ანტირუს საქართველოს ნაწილს დაუპირისპირდნენ ამით. სწორედ ასეა. და აქედან გამომდინარე, მოხდა ის, რაც მოხდა, დაჯდნენ პარლამენტში, მაგრამ ამ დროს რა ხდება იქ თვითონ მელია მისდევს ბოკერიას პარტიაში, იქ უნდა ევროპულ საქართველოში, მაგრამ ბოკერია აბრუნებს მელიას უკან. გამომდინარე იქედან, რომ ამათ ეუბნება, რომ შენ აქ ახარ საჭირო ნაციონალურ მოძრაობაში, ვინაიდან რადგანაც იქ თუ რამე მოხდებოდა, უნდა ეცნობებინა რა ამათვის. ეს ცნობა რაში გამოიხატებოდა, იქ თუ პრეზიდენტს ექნებოდა კავშირი იმ დარჩენილ ხალხთან ერთად, რაზე მიდიოდა საუბარი, ან რა გეგმები ჰქონდა, თუ ჩამოდიოდა, ან რამე მსგავსი. ერთი სიტყვით უნდა ყოფილიყო ისეთ პონჩი რა, შიკრიკის პონჩი, პარტიასთან პარტიაში, რომ ენა მიეტანა. თუ რამე საიდუმლო იქნებოდა, ან რამე მსგავსი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდა გასაოცარი რამ. იქ პატარ-პატარა იმას რო ქონდა ადგილი მელიას ხელების დაკაპეწებებს და გაწევ-გამოწევებს ბორჯომში და რაღაცა იკაცა, რომ იქ რაღაცა ვიღაცას მოარტყა, ნიკა მაგარი ხარ აქედან და სიმართლე გითხრა, მეც დამიწერია, რომ როცა დააკავეს რო თავისუფლება ნიკას და მსგავსი სტატუსები. მე არ მეჯერა, მიუხედავად იმისა, ჩემი მეგობრები ბევრი
ქალბატონი მაია ორჯონიკიძე და ხათუნა აფაკიძე, ნონა მაჭარაშვილი და სხვაებიც, როცა საუბრობდნენ იმაზე, რომ ესენი მოღალატეები არიან, მე ბოკარიაზე ვიცოდი ეს, მაგრამ ამ ადამიანზე უშუალოდ მელიაზე და ამ რაღაცას მე არ ვეთანხმებოდი მაშინ. ამდენად ამას შემეძლია, იმიტომ რომ Facebook გვერდზე ყველაფერი დევს, რასაც წერდი იმ დროში, იმ პერიოდში. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ ვიყავით პარიზში. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდი სტრასბურგიდან წავედით, რა თქმა უნდა, მხარის დასაჭერად ოპოზიციური საერთო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატისთვის ძალაერთობაში ამ შემთხვევაში გრიგოლ ვაშაძე იყო. და რა თქმა უნდა, ვაშაძეს დაუჭირეთ მხარი და ქალბატონ სალომე ზურაბაშვილს ჩვენ მოუგეთ თავისივე ქვეყანაში 3 ხმით და საერთო ჯამში ოპოზიციამ ჩვენი ორგანიზაცია, რომელიც პირველი იყო სადამკვირვებლო ორგანიზაციები უცხოეთის უბნებზე, რომელიც აკვირდებოდა მაშინ საპრეზიდენტო არჩევნებს და ყველა 12 ქვეყანაში 29 თუ 32 უბანზე ზუსტად არ მახსოვს ციფრები, აკვირდებოდა არჩევნებს და 63% მიიღო მაშინ გრიგოლ ვაშაძემ ხმების ემიგრაციაში. საქართველოში ბევრჯერ ვიყავი მე დამკვირვებელი და პარტიის მიერ წარდგენილი დამკვირვებლები და ცესკოს წევრები, რომლებიც უნდა იცავდნენ ანუ საერთოდ ხმებს უნდა იცავდნენ და ყველაფერს სწორად უნდა აკეთებდნენ, ან ვინც ნაცებისგან იყვნენ, ყოველთვის იჯდნენ უბნებში აი ასე. და მე ამაში, ანუ ყოველთვის ვჩხუბობდი, რომ რატო იქცევიან ასე და ნუ ვითომ გეჩვენება, არაფერი მსგავსი არ ხდება, აბა მეტი რა უნდა ქნან, აბა მეტი რა და ანუ ჩვენ ანუ იმით ვიყავით სახელგანთქმულები, რომ კარგ საჭმელს მოგვიტანდნენ, ანუ სხვა პარტიებს საჭმელები არ მოქონდათ უბნებზე, მშივრები იყო ხალხი და ნაციონალურ მოძრაობას მოქონდა ყოველთვის ბევრი და კარგი საჭმელი. მაგრამ იმით არასდროს არ იყო ჩვენი დამკვირვებლები დაკავებული, რომ ნამდვილად დაეცვათ ხმები. აი ასე გამოვიარე 3 არჩევნები წივილ-კივილში, მაგრამ ანუ არაფერი რეაგირება და ამაში ყოველთვის რა თქმა უნდა ეს რომელიც წლები იყო თქვენ რომ აკვირდებოდით? რომელიც წლებს საუბრობთ? მელია თავმჯდომარე, მელია იყო პარტიაში მაშინ. კი. ხო, ასაგებია, კარგი საჭმელები იმიტომ მოქონდა და იმიტომ არ იღებდნენ ხმას, რომ ანუ მე საჭმელი რომ მოდიოდა, ყველა შედიოდა და იქ 2 საათი და 3 საათი იმ საჭმელებს ჭამდნენ? უბედურობა ის არის, აი ქართველი კაცის ისა ცხოვრება კუჭზე გადასო, იქ რო ღალატს ხონდა ადგილი, ნუ გავიარეთ ეს თემა, დავანებოთ მაგას თავი. მთავარი უბედურება რა არის, ქალბატონელისო, აქ წარმოიდგინეთ, რომ ბოკერიან ნაძირალა ამ დროს ასაკეთებს ბაქრაძეს სუს მესამე კანდიდატად სვამს, რა საჭიროებას მოითხოვდა. ესენი ხო ევროპული საქართველოს წარმომადგენლები იყო. ხო ევროპული მომავალი სურდათ ამ ხალხს. 2 კანდიდატი იყო, ერთი სამთავრობო კანდიდატი ამ შემთხვევაში ქალბატონ ზურაბიშვილი და მეორე გრიგოლ ვაშაძე, რომელიც იყო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი. მესამე კანდიდატი ხმების 10% რო წაიღო ბაქრაძემ, რაში გამოიყენა? შემთხვევით ბიძინას მეორე ტურში ხო არ იმ ხალხმა ბიზნესთან ხო არ გადაინაცვლა. აი აქ არის ღალატი. ყველაზე დიდი. კიდე ღალატები ბევრი იყო. და 2019 ამ დროს მინდა გითხრათ, მელიას ხანდახან გამონახტომები, სტატუსები საერთოდ გაიბანძა თავი. საერთოდ აი ზეროა მისი პოლიტიკური მდგომარეობა დღესდღეობით. კი, ჩაირეცხა თავი და ძალიანაც კაი რომ საკუთარი ხელით ჩაირეცხა და საკუთარი დებილი წერილებით. ხო და იმის თქვა მინდა რომ თქვენ წარმოიდგინეთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი შოპენის საერთაშორისო აეროპორტში ვარშავაში თავის ოჯახთან, ნათესავებთან, მხარდამჭერებთან ერთად ელოდებოდა, როდის ეტყოდნენ საქართველოსთან, რომ ჩამოხვიდე. მზად იყო ყველაფერი. პირველივე ტურზე. მე გეუბნებით პირველივე ტურზე. და იქიდან მელიამ გააკეთა ის, რაც არ უნდა გაეკეთებინა, ქალბატონი სანდრა დაარეკინა, რომ ეხლა მეორე ტურია რა. ხო ხედავთ, მოგებული გვაქვს ფაქტიურად. ჩვენ ეს არჩევნები პრეზიდენტი არის ვაშაძე. ჩათვალეთ.
აგერ ორ კვირაშია დაინიშნება და გახსოვთ ივანიშვილი ცხარისმლებით კირის გამოდის ტელევიზიაში გოდება არასოდეს მსგავსია ამ პიროვნებისგან არ მინახავს როგორი სახით ეს ვიდეო არის სოციალურ ქსელში შეგეძლოთ რომ ნახოთ ყველამ რომ ეხოწება ქართულ ხალხს რომ ერთი შანსი მომეცით და ასე შემდეგ და ის ერთი შანსი მერე დააბრალეს იგივე ქართულ გაჭირებულ ხალხს რომ კარტოფილზე და ხავსზე გაიყიდა და მსგავსი რაღაცა არანაირი მსგავსი შეიძლება ვიღაცა მართლა აიღო ის კარტოფილი და ხახვი და რაღაცა მაგრამ წარმოიდგინეთ იმდენი რაოდენობის რა კარტოფილი და ხახვი უნდა დაერიგებინათ რომ 20%-იანი ის გადაელახა რეჟიმის ოფიციალში ქართული ოცნების წარმომადგენლებს ის ყვაობა 20% წინ იყო ვაშაძე და ამ დროს მეორე ტურში გაემარჯვა თურმე სალომე ზურაბიშვილმა ყველამ ის რომ სალომე ზურაბიშვილი იქ მოიყვანეს და დასვეს პრეზიდენტად და ამ შემთხვევაშიც რა თქმა უნდა ივანიშვილისგან მიიღეს სარგებელი ამ ხალხმა 2019 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ შევახსენებთ მაყურებელს რა მოხდა იქ მოხდა ესეთი რაც არ უნდა მოხდარიყო ყველა დიდი ქალაქი რა თქმა უნდა ოპოზიციური მერობის კანდიდატებმა გაემარჯვეს და განსაკუთრებით ზუგდიდში ქალბატონი სანდრა იყრიდა კენჭს და ყველა ულოცავდა ყველა ხმა უმრავლესობა ამ შემთხვევაში გამარჯვებული იყო ქალბატონი სანდრა და წარმოიდგინე პრეზიდენტის პარტიის თავმჯდომარე სამტრედიიდან სადღაც მანქანიდან ურეკავს ქალბატონ სანდრას ეუბნება რომ თქვენ არ ახართ გამარჯვებული ამ დროს უნდა დაიცვას პირიქით დაუშვათ და არ იყო ხო რაღაც პროცენტებში იყო სხვაობა სიტყვაზე მაგრამ გამარჯვებული იყო ადამიანი 1000%-ით ადამიანი მელიაზე მაქვს საუბარი საერთოდ არ იბრძოდა იმისათვის რომ რაიმე საშველი ხალხს დადგომოდა რეჟიმის ცვლილებით ამის არანაირი პულსი არ იგრძნობოდა პირიქით ეს ცდილობდა იმას რომ მუხლი მოეკლა მიზანმიმართულად ყველა გამოსული აქცია დაეშალა და ეს იყო ტრიუკის ნაწილი რა თქმა უნდა ივანიშვილის და ნიჰილიზმი დაეთესა ხალხში და მუდმივად გვამყოფებდა აი ასეთ ხელაწეულ მდგომარეობაში всё წავაგეთ რა შეგვიძლია არაფერი არ შეგვიძლია დიახ ხალხი გადინებულიყო ქვეყნიდან წასულიყო ემიგრაციაში ჩაექნიათ ხელი რომ როგორც მე 2016 წელს ბოკერია რომ შევიდა პარტიაში გადაწყვიტეს ქუჩაში უნდა დაწყებულიყო ბრძოლა და შევიდნენ პარლამენტში მოკალათდნენ კარგად მიშას და ქართული ხალხის ხმებით მოპარული მანდატებით და მე და ჩემი სტანები ძალიან ბევრი 2016 წელს იძულებულ შევიქნით იძულების წესით ემიგრაციაში წავსულიყავით და მის მერე ემიგრაციაში ვარ 2020 წელს 2019 წელს მინდა გითხრათ 2018-დან დაიწყო იცით ერთად სახლი მოძრაობა ემიგრაციაში რომელსაც პრეზიდენტი ჩაუდგა სათავეში იქ ჩემი მეგობარი ცხონებული მიშა კაპლანის თემა ცალკე სასაუბრო თემა ამათ გამო რაც მელიამ და გვარამიამ გაუკეთეს ამ მაგარ ბიჭს მე შეპირებული ვარ მაგის გამო როდესაც ვნახავ მე მაგათმა პასუხი უნდა გამცეს ბევრ რაღაცაზე მაგრამ მიშა კაპლანს უშუალოდ აი ადამიანმა რომელმაც ყველაფერი დათმო წარმოიდგინეთ თავისი სამუშაო ქონდა ბიზნესი ქონდა აწყობილი ქონდა ყველაფერი და კაროებში ათენებდა და აღამებდა იქ პარლამენტის წინ ბოლოს მითხრა მიშამ 60,000 ევრო ფულიო წავედი საქართველოში 8 თვე იქ გაატარა წარმოიდგინე და ადამიანს ხელით შეეხეს რომ შენ აქ არაფერი არ გესაუბრებ ადამიანი ბრძოლობდა რისთვის იცი იმიტომ რომ იცოდა ემიგრაციაში მდგომარეობა და რომ იცოდა ქვეყნის მდგომარეობა რა დღეშიც იყო ქვეყანა უნდა და რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო რეჟიმი ასეთ ადამიანს ასეთ მებრძოლისულის ადამიანს პარტიის ლიდერი ოპოზიცია ქვია და შეურაცხყოფას აყენებდა ხელს კრავდა ქვეყნიდან აიძულებ წასვლას ხო ხდება ხალხი ამ ყველაფერს ასთან აქვს საქმე ვინ იყვნენ ეს ხალხი სინამდვილეში 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები როცა მოდიოდა მანამდე ერთი წლით ადრე რომის ფორუმზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ელექტრონულ ციფრულ არჩევნებზე ისაუბრა ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რამ
ელექტრონული ციფრული არჩევნები მაშინ საშუალებას მიცემდა ემიგრანტებს და ყველა საქართველოს მოქალაქეს მარტივი გზით სმარტფონის მოძრაობით რეგისტრაციას გაატარებდა, რა თქმა უნდა, საკუთარი თავის იდენტიფიცირება თვალის საშუალებით შეიძლებოდა ხელის მოძრაობით თითის ანაღმეშტით, რომ არ შეიძლებოდა ამის, რასაც მიშა საუბრობდა იმ დროს, ამის გაყალბება. თავისუფლად შეეძლო ოპოზიცია მთლიანობაში ოპოზიციას მხარი დაეჭირა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის. რატომ არ ქნეს ეს? არასდროს არ უჭერენ მხარს. საერთოდ არასდროს არ უჭერენ მხარს. აი, იმიტომ რომ ერთიანესით დადექით უთხრა ბოკერიას დაშალეს კი. ყველა ჯერზე ყველაფერი ყოველთვის დაშალეს და მე დადგებიან და იწყებინებენ. ძალა ერთობაშია, ერთიანობა მნიშვნელოვანია და ახლა ერთიანობა მხოლოდ მაშინ არის ერთიანობა, როდესაც მთელი ეს უკვე ნაგავი, ყველა ნაგავია მან როდის მე რომ მოსულიყო აზრზე და მიშას გარშემო გაერთიანებულიყო, ეს იქნებოდა ერთიანობა. და არა ის, რომ ახლა მიშა და მიშას ყველაზე დიდი რაოდენობის ამომრჩეველი ვიღაცა მელიას ან გვარამიას ჭკუაზე დარბოდეს და ანუ მიშა მიერთოს იმათ. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ანალოგიურად გვარამია გამოვიდა ტელევიზიით მახსოვს და პირდაპირ გვარამია მოუწოდებდა მელიას რატოზე ხართ სახლებში გამოდით ყველა დიდი ქალაქი მოგებული გაქვთ და აი ხო ხედავთ ოცნება ზეიმობს გამარჯვებასო. წარმოიდგინეთ ახლა მე ისე შეიცვალა ყველაფერი, მაგრამ უბედურება ის არის ის არჩევნებით ჩააბარეს. ანალოგიური მოხდა 2020 წლის არჩევნებზე. მერე შალმეშელი, დოკუმენტი, პარლამენტი, ესა და მოკლედ აი ამ ხალხმა, ვიზეც ამას საუბარი ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაზე. ყველაზე დიდი როლი ითამაშა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამკვიდრებაში. აი წარმოიდგინეთ, როცა უყურა ამ ყველაფერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა და მიხვდა, რომ ამ ხალხისაგან არაფერი არ იქნება არასოდეს ის მოსუფთავებული ველი, რომ მოემზადებიან იმისათვის, რომ პრეზიდენტი ამდენი წლის დევნის შემდეგ ემიგრაციის შემდეგ მიიღონ ქვეყანაში, დაიბრუნონ ქვეყანაში ისე როგორც საჭიროა ყოველგვარი პრობლემების გარეშე, აი ეს ვერ მოახერხა ამ ხალხმა და მიზან მიმართულად ყოველთვის აბსოლუტურად ერთიანესით დადგომაზე ვარი უთხრეს, იქ ამ ელექტრონულ ციფრულ არჩევნების გაკეთებაზე რა თქმა უნდა იგნორი გაუკეთეს და ყოველთვის ივანიშვილს გაუყარეს ხელისუფლება და ბოლო შეხვედრა იყო ჩვენი ჰამბურგში, როდესაც სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტ სააკაშვილი და თქვა სათქმელი, რომ რევოლუციონერი არის ის, ვინც საკუთარ ტყავს შეაგდებს ბრძოლაში. ეხლა ყველა ჟდება ტელევიზიებთან და ტელევიზიიდან მოთქმა იმისა და ლაპარაკი ყველა მისწავლა და ზუსტად ასეა, რაც თქვა ყველაფერი იმ ადამიანმა. აბსოლუტურად აი ყველა სიტყვაში ვეთანხმები. მიშა გარდა იმისა, რომ არის ძალიან განათლებული ადამიანი და საკუთარ სამშობლოს სიგიჟემდე უყვარს და თავისი ხალხი რო უყვარს, აი იმან გააკეთებია იმ ხალხის სიყვარულმა და ქვეყნის სიყვარულმა გადაადგმევინა ის ნაბიჯი პრეზიდენტ სააკაშვილის, თორემ ერთი ადამიანი დამესახელოს ვინმე ერთი ადამიანი დამესახელოს მსგავს გადაწყვეტილებას თუ მიიღებდა, რაც პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა. მას ჰქონდა თანამდებობა, მას ჰქონდა კაბინეტი, მას ჰქონდა პატივისცემა საერთაშორისო საზოგადოების ნებისმიერ ქვეყანაში ჩავიდოდა. მე რამოდენიმე ერთხელ მე მგონია მეორჯერ ვერ მოახერხე წასვლა, მის ლექციას მოусმინე და ეს იყო ერთი დიდი გაკვეთილი და მისი ყველა გამოსვლა მაღალი ტრიბუნიდან და ასევე მისი პრეზიდენტობის დროს მარტო კი არა, აი მის შემდეგ, როცა დევნაში იყო რეჟიმის მხრიდან და აქ ჩამოდიოდა და ხვდებოდა უცხოელებს, პარტნიორებს, ევროკავშირის წარმომადგენლებს სხვადასხვა მიწვევების დროს გამოდიოდა ფორუმებზე და სიტყვას ამობდა, ყველაფერს ლაპარაკობს, ადამიანი შეგეძლიათ აი ყველაფერი დევს, ხო? რა დროს რას ლაპარაკობდა? 2013 წელს უთხრა ქართველ ხალხს. ბიძინა რო თითების ყნევით უკან ეუბნებოდა რიჩარდ
ნორლანდი იყო თუ არ ვცდები ამერიკის ელჩი მაშინ იმასთან ერთად რო ეუბნებოდა რომ თქვენ ბატონობიძინა ან ვინც იმას ამბობს რომ საქართველოს დაიწყო ომი და საქართველოს დაესხა თურმე თავს ცხინვალს და მძინარე ცხინვალს და მე რო აიტაცეს ეს ყველაფერი ამას ჩვენო ვიცავდით თუ ჩვენი ქვეყნის ინტერესებსო მოდიოდა მტერიოდა მტრებს რულად დავხდითო ადამიანი და ნახდათ ასე იყო ხო ყველა თვალები მიხატული ხო არა გვქს არა ყველაფერი ხო ვიცით რა მოხდა ამათმა როგორ დაატრიალა რუსულმა რეჟიმმა ეს ყველაფერი საპირისპირო და თითქოს მიშამ დაიწყო და მიშას უნდოდა ეს ყველაფერი და მიშამ ჩაახოცინა ისინი და საქართველოს შვილები როგორც ზელენსკი ახოცინებს ახლა უკრაინას ქვეყანა დიახ ნუ ერთ-ერთი ახლა რა თქმა უნდა ეს შედარება შეიძლება თავისთავად იმიტომ რომ პრეზიდენტ სააკაშვილმა თავის დროზე ეს განაცხადა თუ ეხლა საქართველოს დაიღუპება დამეჯერეთ მომდენო აუცილებლად იქნება უკრაინაო და ყველაფერი თქვა ამ ადამიანმა წინასწარ თქვა წლების წინ თქვა ეს ყველაფერი რაც ხდება და რაც ხდება დღეს სოფლიოში ეს ყველაფერი ნათქვამი აქვს მიშას მე იმის თქვა მინდა და ასეთ ადამიანს როცა მოუწყობ ამ როგორ თქვა აი რომ ცოტა ჟარგონის ენაზე ცუდი სიტყვა ეს ბლოკს შეუქმნი ისეთნაირად და ყველანაირად ბლოკავდა არ გინდა რომ მისი ხმა გაიგონოს საქართველოს მოსახლეობამ თუ რას ლაპარაკობს პრეზიდენტ სააკაშვილი და ყველანაირად იგნორს უკეთებ მას ოპოზიცია არ ქვია ასეთ ხალხს ეს არის საყრდენისა და პირდაპირ მნიშვნელობით რეჟიმის ამას ვიძახე მე მთელი ამ დროის განმავლობაში რომ თქვენ ახართ მოღალატეები და როდესაც გადაწყვეტა ქვეყანაში დაბრუნება წარმოვიდგინეთ ამდენი წლის მერე იმ გზით რა გზითაც ჩავიდა პრეზიდენტი საქართველოში რან იმას რა უფლება ქონდა ვინც უნდა დახვედროდა და ტელეფონები გათიშეს ან თუნდაც ის პარტიაში რო ცვლილება მოხდა მელიას მაგაზეც ამ თემას ეხება სანამ 14 ოქტომბრამდე მივალთ მაგრამ საქმე იმაშია რომ აი იქ პრეზიდენტი რო ჩამოვიდა ის ხალხი კარგი დაუშვათ ვინც ელოდებოდა პირადად და ვინც გეგმა ლოჯისტიკა როგორიც იყო გათვლა პრეზიდენტ სააკაშვილის ჩამოსვლის დაუშვათ არ გავიდა კავშირზე ხო პარტიის თავმჯდომარე და გუნდი მისი გუნდი ერთგული მხარდა ნაციონალურ მოძრაობის წევრები მაშინ კიდე ძალიან ბევრი რაოდენობა 9 მილიონი მაინც იყო ქვეყანაში როცა ისა მიშა დაბრუნდა საქართველოში 9 მილიონი მისი ერთგული მხარდამჭერები მაინც იყო პარტიას თავმჯდომარე რო ამას ვერ გააკეთებს ამის ორგანიზებას ვერ გააკეთებს და როდესაც ჩვენ მივედით თაკო ჩარკვიანთან ოფისში კანონთა სამართლის რო არის თავმჯდომარე ქალბატონი თამარ ჩარკვიანი აი თამარს ვთხოვეთ ემიგრანტებმა რომ მოეწვია ბრიფინგი და მოეთხოვა ციხესთან აქცია ეს იყო კვირა დღეს 3 ოქტომბერი გააკეთა ქალბატონმა თამარმა ბრიფინგი ჩვენ ვიყავით იქ ვიდექით ყველანი და რა თქმა უნდა იძულებულ შეიქნა მელია დაენიშნა ჩაენიშნა უბრალოდ ეთქვა რომ 14 ოქტომბერს არის აქცია პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით ეს 14 ოქტომბრამდე რა საჭირო იყო გაწევა არა მაგას იძახოდა 14 ოქტომბრის აქცია მე დავაანონსო მაგრამ მე ჩემო მეგობარმა და ძალიან მაგარმა პატრიოტმა კაცმა ლევან ხაბეაშვილმა პირადად ჩემთან საუბარში თქვა რომ მე გეტყვიო ზუმში ვსაუბრობდით ემიგრანტები ძალიან ბევრი და ლევანს ვთხოვე რომ შემოსულიყო ჩვენთან და შემოვიდა და მაშინ კითხვა დაუსვი და ის ჩანაწერი არსებობს იმ ზუმის ჩანაწერი და ლევანმა მაშინ მითხრა რომ მე გეტყვიო ვინ დაანონსა აქცია ჯერ ვინ დაანონსა 14 ოქტომბრის აქცია დავაანონსე მე პირადად და დაშლითო ყველამ კარგად გაიგეთო რომ ავიდა მელია სცენაზე და ხალხს მოუწოდა რომ დაშლილიყვნენ მაგრამ მანამდე არის საქმე ქალბატონმა თამარ ჩარკვიანმა როცა მოითხოვა 3 ოქტომბერს რამოდენიმე დღის 3 თუ 4 დღეს დაკავებულია პრეზიდენტი წარმოიდგინეთ და თამარ ჩარკვიანს უარ მოეთხოვა პრეზიდენტის თავისუფლების მოთხოვნით რუსთავის ციხესთან აქცია გავაკეთოთო მე პარტიას არ უნდა გაეკეთებინა ეს ყველაფერი იქ მელია მარტო ხო არ იყო იქ ხო იყვნენ დანარჩენები რა ძალიან ბევრი საქმეც ამაშია რომ იქ ჩაბუდებული რომ იყვნენ ვიღაცები და დღესაც არიან ამის თქმა მინდა
და მე გუშინ ჩემი ვიდეო მიმართვაში გავეც პასუხი ბარამიძის ამასთან დაკავშირებით და არა მარტო გიორგი ბარამიძია იქ იყვნენ კიდე ესეთი ხალხი კირკიტაძე და სხვები რომლებიც ერთ ნავში ისხდნენ ეს ხალხი ყველანი ერთ ნავში აი და დღესაც ისე არიან ვინ გაყიდა პრეზიდენტ სააკაშვილი იმ ერთ კაცზე არ არის საუბარი პრეზიდენტ სააკაშვილი მთლიანად ოპოზიციამ აი ამათმა რატომ იმიტომ რომ როდესაც ერთხელ მიიღეს სარგებელი ივანიშვილისგან როცა მიეყიდნენ ივანიშვილს იმ ერთმა დანარჩენებს უყოლას გაუნაწილა და სულ ყველა მოისხეს სულ ყველა გასვარა სულ ყველა აბსოლუტურად ბეძინა ივანიშვილს ხვალ დედას უყირებთ კაცო აგერ შევიკრიბებდით და ამ დროს რა ქნა ბეძინამ რა თქმა უნდა დაასუსტა ეს ოპოზიცია ყველა დაჭერილი ყავს ყველა ნაყიდი ყავს ყველასთან აქვს კომპრომატები ყველასთან აქვს პრეტენზიები ყველას დედას უყირებს როცა უნდა მაშინ ხალხი ვიშას ერთგული მხარდამჭერები ქვეყანიდან გახიზნულია ემიგრაციაში არ აყავს ის რაოდენობა რაც ყავდა 2018 წელს და 2020 წელს და წარმოედგინეთ რომ ეს ყველაფერი გამოიყენა და გააძლიერა თავისი ვითომ გააძლიერა თავისი ისა სპეცნაზი და ასე შემდეგ კრიმინალებსაც და შპანას სულ ყველას პოლიციის ფორმა ჩაარაცვა მილიციის და დააყენა ტიტუშკების როლში აყეფა იქა და დევნა ახალგაზრდები ემატყეფა ჩვენი ახალგაზრდები ძალიან პატრიოტები რომლებიც მე რამდენი დღე არის გამოდიან იქ ამაზეც არ არის 14 ოქტომბერი რატოა ყველაზე აი 14 წლის მანძილზე რატოა ეს თარიღი ყველაზე დიდი ღალატობრივი იცით ქალბატონო ელისო იმიტომ რომ იქ ბოკერიას ღალატი იქ ყველაფერი მაგრამ პრეზიდენტი ამდენი ხნის დევნის შემდეგ საკუთარ შექმნილ სახელმწიფოში ჩამოდის იმ გზით რა გზითაც ჩამოდის და ზუსტად იმ კაცის მეშვეობით იგებს მელიები ბოკერიები ჩერგოლეიშვილები რა თქმა უნდა მიშარო საქართველოსია წარმოედგინეთ რომ თვითონ ამათმაც არიციან რა ეგრეთ წოდებულ მთავრობის წევრებმაც არიციან გახსოვთ ალბათ გაგახსენებთ როგორ იძახოდა ესენ პროპაგანდისტები ტრუსკავეცი მდინარაძე მაგრამ პროპაგანდისტები არ არის კაცო ეს თათარაშვილი და ესენი მაიამიში ვარო და ვითომ მიშას დასცინოდნენ რომ მაიამის ის კონდა ჩართული პლაზმური დიდი ტელევიზორი და იმის უკან და მაიამიში ვარ და ხარდაობენ და არიან ერთ ტინკიც რომ ჯერ ამას რო დაუშვებს ოპოზიცია ასეთ რაღაცას რომ ამ დონის ადამიანს ვიღაც თათარაშვილების და ვიღაც მდინარაძეების და წულუკიანების და იმის საფილიკოთ გახდი ამ ბომბერას ადამიანს ის ოპოზიცია იმას ამექვია საერთოდ და შემდეგ რა თქმა უნდა როცა დანამდვილებით გაიგეს რომ მიშა უკვე საქართველოში იყო და ეს პირდაპირ მნიშვნელობით ჩერგოლეიშვილი როგორც 4 ოქტომბერს ეხლა 2025 წლის 4 ოქტომბერს როდესაც ბატონი პაატა ბურჭულაძე და ლევანი მანამდე და დანარჩენები მაჯგალაძე და გაბირაძე და ესენი ზოდელავა და ესენი დააკავეს იჯდა სუში და ჩვენებებს აძლევდა აი მაშინაც დაკიდებულიყო ლილოაშვილის ტელეფონზე და ეუბნებოდა აიყვანეთ ნამდვილად საქართველოსია ხალხამდე არ მიგვასწროსო ხო თორემ დედა გვაქვს ნატირები ყველას აი ამას ეუბნებოდა ჩერგოლეიშვილი მისი ქმარი და დანარჩენები აი ეს არის სიმართლე ეს არის ფაქტი იმიტომ რომ თვითონ ამ ხალხს აქვს აღიარებული არაერთი ჩვენება დარბოდა წინ და უკან სუში და რა ოპოზიცია ეს ხალხი ვისი ოპოზიცია ხო ვერ მეტყვის ვინმე და წარმოედგინეთ ვისაც ოპოზიცია არიან ესენი რაც თქმა უნდა და წარმოედგინეთ რომ 14 ოქტომბრის აქციას აანონსებს ბატონი ლევან ხაბეიშვილი იქიდან გამომდინარე რომ ხალხის რეაქციას უყურებს ხო რეგიონებიდან იმიდან ადამიანები დატყვევებული არის რის გამოა დატყვევებული ეს კაცი ამად გამოა დატყვევებული და ინიშნება აქცია სადაც მოდის 100,000-ზე მეტი ალბათ ადამიანი თავისუფლების მოედანი გადაჭედილია მხარდამჭერებით და ყველაზე მთავარი რაც არის ადამიანების რაოდენობას კი არ აქვს მნიშვნელობა ხარისხს აქვს მნიშვნელობა რამდენად მებრძოლია ხალხი შეიძლება იყოს 300,000 ადამიანი და გამოვიდეს რატი ამაღლობელი და ლაშა ბუღაძე და ომახიანად
მამახლა დაგჭექონ იქ და გაუმარ ჯოს იყვირონ, მაგრამ მე 2 საათში მოვიდეს იქ ზარი მეგობრის ტელეფონიდან და ესა რა ქვია, უნდა დაეშალოს ახლა დაიცვალეთ, ხო? ხო, და აი სახში იმის არ იყოს იმერული ესკიზებიც. აი ეს არის, აი ამათი მოცემულობა მთლიანად, აი ეგრეთ წოდებული ოპოზიციის და წარმოიდგინეთ, რომ როდესაც მაშინ 14 ოქტომბერი იყო დაანონსებული აქცია, ძალიან ბევრი ხალხი რისთვის მოვიდა, იმიტომ რომ ისინი მაღალმთიან აჭარიდან და სამეგრელოდან და სვანეთიდან და დანარჩენ რეგიონებიდან რო იყვნენ ჩამოსული იყვნენ საბრძოლველად, რომ პრეზიდენტის მოთხოვნა, თავისუფლების მოთხოვნა ბოლომდე მიეყვანათ და გამოსულიყო პრეზიდენტი იქედან, ქვეყანაში ვარ, არსად არ მიდის, არ მივდივარ, გარეთა ვარ, თუ ვინმე საქმე გაქვთ ასახზრელი ან რამე, აგერა ვარ და აი ხალხმა გადაწყვიტოს, კაცო გამოუშვით ეს კაცი გარეთ და თან ბიზნეს სასამართლომ დააჭაუტარო სასამართლო ერთ რა უნდა დავიგოთ, მაგრამ არა, ამას არ გააკეთებდნენ, რატომ იცით? იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან მათ პრეზიდენტ სააკაშვილის არაოდენობის მომხრე ყავს საქართველოში. რატომ? იმიტომ რომ მიშა ხალხის პრეზიდენტი იყო, ხვდებით? ხალხზე ზრუნავდა ეს ადამიანი, ქვეყნის განვითარებაზე ზრუნავდა, ქვეყნის წინსვლაზე ზრუნავდა, თითოეული ქართული ოჯახის ბედნიერებაზე და კეთილდღეობაზე. არაფერი იცით ალბათ იმ 9 წლიანი მმართველობის დროს არს არ პეტავდა სახლში ადამიანები მანქანის დაკეტვაზე, რაზე უნდა ყოფილიყო საუბარი. ისე გავიდოდა თვეები, რამე დანაშაული არ ხდებოდა, კრიმინალური ფაქტი არ ხდებოდა, გარდა იმისა, რომ ვიღაცა მაწაკი ჩავიდოდა სასაფლაოზე ალუმინის მყარს თუ მოხსნიდა ვიღაც ბრადიაკა სიტყვაზე, იმის გამო რომ დასალევი ეყიდა. ასეთები შეიძლება 2-3 თვეში ერთხელ გამოჩენილიყო. იმ დონის სიწყნარე იყო, იმ დონის ყველაფერი, აი ეკონომიკიდან დაწყებული მიდიოდა ქვეყანა განვითარებისას და პარალელურად ის მიდიოდა ქალბატონელისო, რომ რუსული აგენტურა მუშაობდა სხვადასხვა დროს, იცით რომ 2005 წლიდან დაიწყეს ჯერ. იქიდან გამომდინარე, რომ ეგ ჟვანიას თემა რომ მიშას დაბრალებოდა. შემდეგ 2007 წლის რიყეზე ის ხალხის დარბევა, რა თქმა უნდა, ვინ დააფინანსა, რომელი ფულით ფინანსდებოდა ეს აქციები? 26 მაისს რო იძახიან, რომ გადამეტებას ჰქონდა ადგილი და ასე შემდეგ და რაღაცა, რა უნდათ ამ ხალხს? ახლა რო იძახიან, დიქტატურა არ გინახიათო პრეზიდენტმა სააკაშვილმა რო ეუბნებოდა ვიღაცას სიუჟეტი გავრცელდა, თქვენო დიქტატურა არ გინახიათ რა არისო. დიქტატურას ნახავთო, ეს იყო 2013 წელი. პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლო საპრეზიდენტო ვადა და ზუსტად აი რამოდენიმე წელიწადიდან დაიწყო და აი ხედავთ, ხო, ტროტუარზე გომის გამო ხალხს თვითონ ის სასაცილო ვიღაცა კიტრი, ვინც ამ კითხვას სვამს, ცოტა ხანში გაიქცა საქართველოდან, იმიტომ რომ ბიზნეს გაიქცა და ჩაბარდა ბელგიაში დევნილად. მოკლედ, რაცაც დამისვით კითხვა იმას პასუხობთ 14 ოქტომბერი გათენდა, ჩამოვიდა ეს ხალხი მიშას თავისუფლების მოთხოვნით და ამ დროს, რა თქმა უნდა, ერთგულ მხარდამჭერებს, აქტივისტებს, ჩემს მეგობრებს აქვთ ყველას თავისი გეგმა აქვს, როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები. გრძელვადიანი პროცესები უნდა დაიწყოს, უწყვეტი აქცია უნდა დაიწყოს, სანამ არ განთავისუფლდება პრეზიდენტი სააკაშვილი. აი ეს აქვთ მოთხოვნები და ამ დროს ესენი რომ ჩამოდიან, ამ სცენა დიდია, მელია დანარჩენები დგას იქ და დაინახეს უშუალოდ, იქ იყო გაკეთებული რაღაც როგორ გითხრათ, დიდი ოთახებივით იყო რა, მოფარებული, სადაც სცენა იყო გასასვლელი, იმის უკანა მხარეს როგორ ესაუბრებოდა ბოკერია მელიას და აძლევდა დირექტივებს რა უნდა მოხდარიყო. და ორი საფეხური მელიამ ასე მივიდა კიბეებზე, ადგა ორი საფეხური, რო ავიდა თავზე ასე შემოვიდა ხელი და აუ რამდენი ხალხი ტიპს გაუტყდა, გაუტყდა, რომ ბევრი ხალხი დაინახა. აი ეს არის სიამოვნა. ახლა წარმოიდგინე, ახლა ამ ხალხს საბრძოლველად რო არის მაღალმთიანი რეგიონებიდან ჩამოსული პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების გამო, უნდა უთხრას, ეხლა უნდა დავიშალოთ ჩვენ და როგორი სათქმელია და 30-ში მოგებული გვაქვს 1000%-ით მოგებული გვაქვს არჩევნები, ბიზნესად დასრულებულია და ჩვენ შევიკრიბებით, რა თქმა უნდა, და პრეზიდენტ სააკაშვილი იქნება განთავისუფლებული და აი ეს აქვს სათქმელი.
ამ დროს აგერ ეს ბიჭები იმაშვებიან, კაიგე, ესენი ეუბნებიან კვეკვესკირი კახლა და მუმლაძე გიორგი და ნარსია და კიდე დანარჩენები, ვინც იყვნენ იქა. აი ამ ხალხმა უთხრა, რომ ამდენი ხალხის გაშვება სახლშიო, კაიგე? და მერე იყო ის ფაქტი, რომ ამათ ცალკე სასამართლოების უწყებებიდან მოსული ესენი ჯარიმები, დაგროვილები ამ მიტინგების დაშლიდნენ, ზოგს წაიყვანდნენ რომელ განყოფილებაში და ასე შემდეგ და ჯარიმები ამის გამო, ყველაფრის გამო აბსოლუტურად დაკიდებული რო ქონდათ ამათ, სადღაც 90,000 ქონდათ გადასახდელი ყველას ერთად თუ არ ვცდები და მელიამ მე დაგიფარავთო კაცო მაგ იმასო, რა ქვია, თანხებსო, ხარჯებს ყველაფერს მე დაგიფარავთო და მეო გეუბნები და გარანტიას გაძლევთო რა 30 ოქტომბერს მეორე ტურში ბიზინა არის დასრულებულიო. და აი ასე მოუხვია რა ამათ თავი ყველას და ეს ამდენი საბრძოლოდ ჩამოსული ხალხი პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით 14 ოქტომბერს 3 საათში ნიკანორ მელიამ ბოკერიას დავალებით დაშალა და გაუშვა სახლში. და წარმოედგინეთ ამის მერე ხდება ის რომ მუმლაძეს სამეგრელოში აკავებენ ერთი კვირით ადრე 30 ოქტომბრის მეორე ტურის არჩევნები რაღაცები მუმლაძეს ბიჭებს ქონდათ 90,000 დაგროვილი? ამათ ყველას ქონდათ რა ვიცი, რამდენი პარტია იყო იქა, დაახლოებით 5-6 კაცი იყო, ყველას ქონდა რაღაცა, შეიძლება მეტიც, ზოგს 15,000-მდე ქონია, ზოგს 7, ზოგს 5 და ასე შემდეგ. და კიდე რა პრობლემები, ახლა პრობლემები საქართველოსთან ადამიანი რატო გარბის რეჟიმის გამო, რომ პრობლემები აქვს და იმან დაატეხა ის პრობლემები, არაფერი არა ხალხს საარსებო წყარო და იმიტომ ითხოვს ხელისუფლების ცვლილებას, რომ ახალმა შეიძლება მოიტანოს რამე და როცა უყურებენ, რომ ერთ და იგივე ხდება და არაფერი არ ხდება. აბა წარმოიდგინეთ, როგორი მდგომარეობაა რეჟიმის, სხვა კი არაფერი არ არის და ამის სიმყარეს, ამას რეჟიმს ვინ უკეთებს? რა თქმა უნდა, გაყიდული ოპოზიცია. აი ეს მოხდა, ეს ყველაფერი ძალიან კარგად იციან იმათმა, ვიზეც მაქვს საუბარი, რომ სიმართლეს ვიცახი, რომ ეს ასე იყო დანამდვილებით. და დააკავეს ესენი ცალ-ცალკე სხვადასხვა რეგიონებში და 30 ოქტომბრის არჩევნებმაც ჩაიარა. შემდეგ მელიამ, რა თქმა უნდა, ვაშაძე ვიღაცები გამოვიდნენ, არბენინეს იმას რა ქვია, სამთავრობო სახლს კრუგები რო ურტყეს სულ წრეებზე დადიოდნენ, ხალხი დაიღალა, მერე კრისპირას მარცხენა სანაპიროს გაყვებოდნენ ასე სიგრძეზე ატარებდა მოსესავით ამ ხალხს და ხალხსაც ამოუვიდა რა ეს ყველაფერი რა ესე წარმოიდგინეთ რომ ერთი და იგივე ხდება ყოველ დღე კი არჩევნი უწყვეტი აქცია რას ქვია იცი აი 24 საათი რო დგეხარ და დილას წახვიდე თბილისში უნდა გამოვიდეს რეგიონიდან რო არის ჩამოსული საბრძოლოდ იმ ადამიანმა უნდა წავიდეს ზოგიერთს იმის საშუალებაც არ აქვს რომ სოფლიდან რაიონამდე მივიდეს ტრანსპორტით, ავტობუსით, ამ შემთხვევაში ან რაღაცა. და ამ ხელაგზაზე ჩამოსული ადამიანი რომ მოიცილოს ჭირი, მოიცილოს სვავი. აი უბედურება რა არის. და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ხალხმა ყველა დროში. ეხლა მაგათ ბიზნესებზე და იმაზე ნუ დამაწყებინებს რა საუბარს. ძალიან ყველას თუ იმეს რამეა ყველაფერი ვიცი. აბსოლუტურად. და ვინ სად იყო რა დროს და რა დროს რა გააკეთა და ისა. და ამის შემდეგ ხდება ის, რომ მე მიშამ იქ რა თქმა უნდა პროტესტის შიმშილობა და გამოდითო ქუჩებშიო და არ გინდათო რა ეს პარლამენტარობანას თამაშიო რამოდენიმეჯერ მოუწოდა ადამიანმა იქიდან რასაც ქვია ერთი ასეთი აქცია ჩვენ ანუ მიშა თავიდან ხო იყო ციხეში და იქ რო დაიწყო შიმშილობა იყო აქციები მოთხოვნით რომ რადგან შიმშილობს გადაიყვანეთ საავადმყოფოში მე შიმშილობდი ციხესთან იქ რუსთავის ციხესთან მაგ მოთხოვნით და მე უცებ რაღაცა ანუ არაფერი არ თქვეს ისე მიშა გაიტაცეს და წაიყვანეს გორში მაგ იქ გორში აღმოჩნდა რომ ძალიან ცუდად ექცეოდნენ მე ცოტა მოგვიანებით კიდე აღმოჩნდა რომ იქ მოწამლეს და იმ ვინც მოწამლა იმ ადამიანს ექთანია თუ რაღაცას ამაზეც იწერებოდა ადრე და საუბრებიც იყო რაღაცა ნათესაური კავშირი თუ რაღაცნაირი კავშირი აქვს მელიასთან და იყო აქცია რომ იმ გორში კიდე ასეთი ის იყო შემთხვევა რომ რაღაცა ანტენები მიიყვანეს მიშას ოთახის ქვეშ დასხივებები გაუშვეს
ეს და გავიგე, რომ ეს ძალიან გავიგე. სახიფათოა მოკლედ ეს გორი და იმ გორიდან რომ უნდა წამოიყვანონ ან რაღაცა უნდა ქნან. გავართ შევიკრიბეთ ამასაც ხალხი ითხოვდა ამ აქციას, მელიას არ უნდა და ეს აქცია. და დგას ეს მელია ახლა მიკროფონთან დგას თვითონ არავის მიკროფონთან არ შევს და ყვირის იქ იმუქრება ჩვენ აქ არსად არასდროს არ წავალთ აქიდან არსად ფეხს არ მოვიცვლით სანამ ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება და მერე უცებ ვითომ დაურეკის და უთხრეს რომ კაიო დღესო გადავიყვანთო მიშას სადმე გადავიყვანთო და всё ხალხო გვითხრესო ტელეფონით რომ სადმე გადავიყვანთო დავშალოთ ანუ არც კი დაელოდა იმას, რომ მართლა შეასრულონ ეს გადაყვანა, რას გპირდებოდნენ და რატო გირეკავენ და რატო გეუნებიან გადაიყვანონ. აიყვანონ, გადაიყვანონ, დარწმუნდი და მერე დაიშალე. აი, всё ხალხო დაკვირდნენ, შეგვიძლია დავიშალოთ, გავიმარჯვოთ, შესრულებულია. და აი ასეთი ძალიან ბევრი იყო ასეთი ძალით დაშლილი აქციები გარდა 14 ოქტომბრისა. ეხლა რა თქმა უნდა წარმოედგინეთ რომ ეს ისე მიჩხმალდა და მიწყნარდა ყველაფერი ეს ამხელა აგორებული მუხტი პრეზიდენტის ჩამოსვლასაც თან ახლდა 2021 წლის შემოდგომაზე და ამის შემდეგ ყველა დაანონსებული მათი დაანონსებულ აქციაზე უფრო და უფრო ნაკლები ხალხი მოდიოდა გამომდინარე იქიდან რომ მათი იცოდნენ უკვე ხალხმა მიხვდა თვითონ უკვე ვისთანაც ჰქონდა და ნახევარ საათისთვის უნდა ხალხი ჩამოდიოდა იმისთვის ბათუმიდან ჩაერხალ ჩამოსულების შემდგომ გზაში გაგჟებულები იყვნენ ბათუმიდან ჩამოვედითო იმისთვის რომ 12 ნახევარ საათი რუსთაველზე ვიდგეთო და მე ისე უკან წავიდეთო ბატონო ელისო ბათუმიდან წარმოედგინეთ რა თქმა უნდა ბათუმიდან და სამეგრელოდან რომ ბიჭები ჩამოვიდნენ პრეზიდენტის თავისუფლების მოთხოვნით უკან დაბრუნებულზე მათ თურქული ტრაილერი დაეტაკათ და იქ რამოდენიმე ადამიანი მოკვდათ გახსოვთ ალბათ ერთი მარშრუტკა ხალხი რო დაიხოც აი ეს წარმოედგინეთ ესეთ რაღაცა აი წარმოედგინეთ პარტიის თავმჯდომარე აქციას არანაირი წუხილი არ გამო მე მაშინ არ საერთოდ ასეთი რაღაცა რომ მთელი პარტია უნდა ჩასულიყო იმ ხალხის ოჯახებში და აი სასწაული რაღაცა მხარდაჭერა კი არა ნუ რაღაცა ოჯახებს დახმარება და ყველაფერი რეები უნდა ეკეთებინათ და საერთოდ არც წუხილიც კი არ გამოუთქვა პარტიის თავმჯდომარეს ჩემი მეგობარი იყო ირაკლი გაწერელია ერთი ძალიან კარგი ადამიანი თავის მეუღლეც ჩემი მეგობარია ფათი შენგელია და სულ იხსენებს და სულ ხანდახან როცა გვაქვს საუბარი მაგ თემაზე ყოველთვის ამბობს რომ ეს მიზანმიმართულად გააკეთეს და მიზანმიმართული იყო ეს ყველაფერი მანდამანში გზიდან გადაყენებული იყო ის მარშრუტკა წარმოედგინე და გავლა უნდათ ამათ ვინც იყო იმ მარშრუტკაში ბრუნდებოდნენ უკან წარმოედგინე რომ ღამის 10 საათზე რო გამოხვალ თბილისიდან და 6 საათი სულ უნდა იარო სამეგრელოში რო ჩახვიდეს უბნიჩი ხო და ამ დროს მოვიდა ეს ჩაეძინა მძღოლსო მე როგორც გავიგე თუ რაღაც მოხდა მაგრამ არ ვიცი მაგრამ ფაქტი ის არის რომ აქციიდან დაბრუნებული ხალხი დაშლილი აქციიდან დაბრუნებული ხალხი დაიხოცა ძალიან ბევრი რა მეტი რა უნდა დაუშავონ ამათ ქვეყანას ამათ გონიათ ყველას რომ მიშას დაუშავეს მარტო და მხოლოდ მიშას კი არ დაუშავეს ქვეყნის ევროპულ მომავალს დაუშავეს რა თქმა უნდა ქართველი ხალხის სრულ უმრავლესობას დაუშავეს ვინც იმის მოლოდინში იყო რომ დასრულდება რეჟიმი და გვექნება საშუალო და სახიდებელი ჩვენ ქვეყანაში რომ აი პრეზიდენტი სააკაშვილი ყველას დაანახა პრეზიდენტმა რა როგორი უნდა იყოს ქართული ოჯახი ხდებით ქართული წესიერი მშრომელი ოჯახი აი როგორ უნდა იყოს როგორი განათლებული უნდა იყოს ახალგაზრდობა როგორ უნდა ცხოვრობდეს პოლიციელი როგორი უნდა იყოს დაფასებული მისი მუნდირი სახელმწიფო შექმნა თავისი ინსტიტუტებით ამ ადამიანებს წარმოედგინეთ რომ ამ ხალხმა აი ოპოზიციას წოდებულმა ვინც გაამყარა ხელისუფლება ივანიშვილის მთელი ამ დროის განმავლობაში და ივანიშვილმა პირადად დაანახა როგორი არის დამყიდველი მონა ქართველი აი სხვაობას ვერ ხედავენ აი პრეზიდენტ სააკაშვილს და იმაში ივანიშვილში კრიმინალ ივანიშვილში რომ სხვაობას ვერ დაინახავ
და იქ რომ რუსი ხარ? არა, რუსი ხარ, საერთოდ ადამიანი არა ხარ და რაღაც მდიდრდები იმით, რომ მაგას ვითომ ვერ ხედავ, თორე სხვა შანსი არ არსებობს, რომ რატო ვერ დაინახო. შემდეგ 2021 წლის 14 ოქტომბრის შემდეგ იცით რომ ძალიან მნიშვნელოვანი რამეები მოხდა ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტ სააკაშვილი გამოძვრა ამ ძალიან მძიმე მიხანებული ტრამების შედეგად ნერვიულობა მოწამვლა იქ რა თქმა უნდა შეურაცხყოფა მიაყენეს ცემეს აწამეს ადამიანი პრეზიდენტი კაცი სახელმწიფო რო შექმნა რა აი ასეთი ადამიანი და ამათ გამო და დღეს რო გამოდის ესენი და რო ლაპარაკობენ რომ მიშასკენ რომ ხელებს გაიშვერენ კიდე აი არ ვიცი რა და ამას ხალხი უყურებს ამას ის ხალხიც უყურებს ვინც თავის დროს მიშას პარტია დატოვა და გადაბარგდა მელიებთან და გვარამიებთან და დანარჩენებთან 2024 წელი რომ მოდიოდა გამოვიდა პრეზიდენტმა და ციხიდან სასამართლოს ტომიდან მიმართა რომ ერთიანი სიით დამდგარიყვნენ იქ და გადატეხილია წელშიო რა ივანიშვილის რეჟიმიო ერთიანი სიით დადექითო ლელო გახარია გვარამია ეს ყველა დროა რაღაცა ვიღაცა ფიმფამფო ხალხი რა პაჭიკუჭა პარტიები 0.1-5 აქვს და რაღაცა როგორი უკაცრავად ბოზობის რამხელა დონეა, როდესაც ძალიან გადამწყვეტ მომენტში დაშალეს პარტია გამოიყვნენ და მე დადიოდნენ რეგიონებში და ნამდვილი ნაციონალური მოძრაობა ჩვენ ვართ, მიშა ჩვენკენ არისო. ანუ თან იძახიან, რომ მიშა რაში გჭირდება ჩვენ თვითონ ყველაფერს ვიზამ და მე დადიან და როგორ პირდაპირ პარავენ ხმებს, იძახიან მიშა ჩვენკენ არისო. და მე გამოდის მელი, ანუ მელია დარბოდა სოფლებში, იძახდა მიშა სინამდვილეში ჩვენკენ არისო. და მე დღეს გამოდის და მიშას ჩემი შურსო. ვის იშურს არა, მიშა პირდაპირ შემიძლია ამ ხალხს ყველას შემიძლია პირდაპირ უთხრა მელია იყო იმ დროიდან აზორა ჩუბინიძის ძმაკაცი, ჯიგაროსი, გახსოვთ ალბათ ბერა რომ მოძახოდა აზორ ჯიგარო იქ დამსჯელი რაზმი რო ყავს ჯიგაროს საფით. აი ჯიგაროს მაკაცია ეს მელია რა. და ჯიგაროს და მაგათი ხალხის მხრიდან მოვიდა პარტიაში. ეს იყო მიზანმიმართული გათვლილი გეგმა, ოპერაცია პარტიის დასაშლელად. ჯერ ბოკერიამ რაც დაიწყო, მანამდე ეხლა ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე და ეს ხაჩიძე რო გამოიყო ორი ადამიანი ნაციონალურ მოძრაობას და გირჩი რო დააფუძნეს ეს თემა იმდენად ის არ არის რა, მაგრამ თავარი რა არის, აცი? აი იქედან დაიწყო რა, მაგრამ თავარი ხერხემალი მოწყდა 2016 წელს პარტიას. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ 28 მანდატი ქართულმა ხალხმა რომ მისცათ სრულება უნდათ და მიშას რო მისცა ხმა ამ დროს. თორემ ბოკერიას 100 წელი არ ვიცოდნენ ხმას და მის წოლს და აქ ვინც გაყვა მაგას ახოშტარიებს და დანარჩენებს. მაგრამ იქედან ზოგიერთმა ინამუსა და ბოდიშიც მოიხადა და დაბრუნდა კიდევაც. მე პირადად გიგი უგულასაც შევხვდი კიევში ყოფნის დროს და ვისაუბრეთ კიდევაც და მან თავისი საქმელი თქვა ტელევიზიებით და მიშა როცა დაატყვევეს და ესა და შეცდომაში შევიდა, მაგრამ შეცდომა არის ორი სახის. რომლის გამოსწორება შეიძლება და რომლის გამოსწორება არ შეიძლება და მელია ბოკერიამ ჩერგოლეიშვილმა და ვარამიებმა და დანარჩენებმა გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს არა მარტო პრეზიდენტის წინაშე, არამედ ქართველი ერის და ქართული სახელმწიფოების წინაშე. აი ეს არის სულ ჩემო გარდა. როდის მე გამოვიძიებთ ამ ღალატებს? თუ ეპატიებათ. იცი რა არის? ჩემი აზრით თუ ვინმე საინტერესებს მე მიშავს დღეს სტატუსი წავიკითხე დაწერილი და ძალიან ულკეთილი კაცია რა ყველაფრის მიუხედავად აი მე მგონია ძალიან დიდსულოვანია კი მისი დიდსულოვნება უზარმაზარია როგორი სტატუსი დაწერა მიუხედავად იმისა და არანაირი გულის პატრონი ვარ არანაკლები იმის თქმა მინდა არანაკლები მეცასე ვარ რა არ მეყვარს მტრობა რა ნამდვილად ვიცი ბევრი მტერი მყოლია და მყავს და დაუშავებია ჩემთვის მაგრამ რაღაც
მნიშვნელოვანი როცა ხდება და როცა ქვეყანას ეხება საქმე და მის მომავალს ეხება საქმე, შეიძლება ადამიანებს შეუნდო და ამ შემთხვევაში მე მაგალითად ამ დროის განმავლობაში ძალიან ბევრი საქართველოს გმირი და ნამდვილი პატრიოტი მოკვდა და მთელ ამ რეჟიმს შეაკვდა. მარტო იმათ ხათრით მაინც უნდა მოხდეს ყველაფრის გამოძიება და ყველანაირ ღალატს სახელი უნდა დაერქვას, რომ რაღაცნაირად ამ ხალხის მსხვერპლი არ იყოს ჯერ ის რომ 2008 წლის გმირები ზოგი როგორ მოკლეს ზოგი როგორ ცალ-ცალკე და ჩუმჩუმად და იმათ ამ რეჟიმის ხელში და მე კიდე აი ის დახოცილი მარშრუტკა იგივე მიშა კაბლანი ამ ხალხის ხსოვნისთვის და ამ ხალხის პატივისცემით და მათი პატრიოტიზმის მიმართ რომ გამოხატოთ პატივისცემა ღალატებს აუცილებლად უნდა დაერქვას ღალატები ყველას სათითაოდ და მოღალატეს მოღალატე და პატრიოტს პატრიოტი რო სახელი რო შერჩეს. კარბატონო ელისო. არ შეიძლება რო არ თქვა ორი სიტყვით. 10 წელი ემიგრაციაში ვარ და ამ ბოლო წელიწადნახევრის წინ შეიქმნა მოძრაობა საქართველოს სახელით. ყველა ქვეყნიდან პატრიოტი ემიგრანტები და აქტიურად ავართ ჩართული ამ ყველა ბრძოლაში და იქ არიან რა თქმა უნდა ჩვენი მებრძოლები უკრაინაში, ლეგიონის ხელმძღვანელები, კავკასიის ლეგიონის ხელმძღვანელობა, სხვადასხვა მიმართულებით ფრონტის ხაზებზე, რომელთაც აქვთ შექმნილი თავიანთი ლეგიონები ბიჭებს საქართველოსდან დაახლოებით როგორც მითხრეს 4000-მდე ქართველი იბრძვის უკრაინაში. ეს არ არის პატარა ძალა. იბრძვის დღეს და საერთოდ მთლიანობაში მთელი ამ წლების განმავლობაში ნაბრძოლია 8000-მდე. ხო, ეს კი ვიცი, მაგრამ საქმე რა შეა სხვა რაღაცას ვამბობ. მე ამ ადამიანებისგან ხშირად როცა მიწევს საუბარი, ერთ რამაზე ვთანხმდებით ყველანი. როგორც კი მოხდება ცვლილება, ეხლა მიმდინარეობს ღია ილუსტრაცია, მეტ ილუსტრაცია არ ჭირდება ამ ხალხს, ყველაფერი სახეზეა, მაგრამ აუცილებლად ილუსტრაციის კანონი მისაღები იქნება, როცა ილუსტრაციის და კოლაბორაციის. კი. ილუსტრაცია ერთია და კოლაბორაცია კიდე მეორეა. ანუ კოლაბორაცია ისეთი რაღაცა, რომელიც უნდა გამოიძიოს, რომ მიზანმიმართულად იყო თუ არა რუსეთთან და რუსულ ძალებთან შეთანხმებულ მოძრაობებში. ეს კოლაბორაცია უკვე და კოლაბორანტი აბსოლუტურად ყველა უნდა დაისაჯოს, აბსოლუტურად. რა თქმა უნდა, აი აქედან გამომდინარე საუბრობთ, როცა ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რომ ეს თუ არ მოხდა 35 წელი ჩვენ იმ 9 წლიანი მმართველობის პერიოდი იყო ერთადერთი ნათელი ხანა, იმიტომ რომ ზვიადე 6 თვეში დაამხო პუჩისტებმა და რუსულმა რეჟიმმა, მაშინდელმა გაყიდულმა ოპოზიციამ და ნაცრლებმა და აქედან გამომდინარე მიშასაც აი ხო ხდებით აი პუტინის სიტყვები არ ჟურნალისტს რო ეკითხება როდის არის თქვენთან არჩევნები 2012-ში ხო დაველოდოთ რა და აი უომრად უთოფოთ ყველაფრის გარეშე მოხდა ის რაც 2008 წელს ვერ შეძლო მაშინ რუსეთმა და მაშინ იმიტომ ვერ შეძლო პრეზიდენტ სააკაშვილი იყო მხედართმთავარი და მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენა ამ ადამიანმა გადაგვარჩინა ტანკებით დაბომბვას და სხვა ბევრ უბედურებას და 2012 წელს აი ქართულმა ხალხმა მოცლის ღორებმა მიაყიდეს ეგონათ რომ ეს ადამიანი ივანიშვილი ოვიდა ჩვენი პაპანდებულო და მხოლოდ ბიძინა იყოსო კაცო ბიძინაო ეს ამას არ ჭირდებაო ამას ფული აქვს ამას ყველაფერი ამას უნდა საქართველოს ააყოვოსო და მილიონზე მეტი ადამიანი გახიზნა რაც ყველაზე მეტად მაწუხებს მე პირადად და ჩემი სურვილია რომ შევადაროთ რამდენი გაიხიზნა და რამდენი დაიღუპა უკრაინის ომში უკრაინელი პროცენტულად 1/3-ია ზუსტად იგივე იმდენი ადამიანი დაკარგა საქართველოს ვითომ მშვიდობაში. მე გევიცი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა როგორც არის მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასრულოს ქართველმა იმაზე ფიქრი რომ ჩtildeოელი მეზობელი კარგია და ევროპა არის ცუდი არის პირიქით ყველაფერი პირიქითა ისტორია წაეკითხონ წიგნი გადაშალონ და წაეკითხონ ისტორია თუ რა ზიანი მოუტანა რუსეთმა სხვადასხვა დროში
და ყველა დროში საქართველოსთვის არასოდეს არ ყოფილა რუსეთის იმპერია. არასოდეს. არ გააკეთა, ეს გააკეთა ფულის სიყვარულმა. ანუ შეიძლება ისტორია ძალიან კარგად იცოდეს და რუსეთი როგორ იმპერია ძალიან კარგად იცოდეს, მაგრამ რო დაუხდებენ წვირის წინ, ის ფული ყველაფერს ავიწყებს უცებ. ეს ფულის მიმართულობამ გამოიწვია და არა რუსეთის სიყვარულმა. მაგას არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს რის საფასოდ გაყიდი. მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ღალატია მაინც. აი სამშობლოს პრობლემა არ არის ეს არის ფულის სიყვარულის პრობლემა. საკუთარ სამშობლოს რომ ყიდი შენი ინტერესების და კეთილი ცხოვრების და კარგი კონფორმიზმის გამო, აი ეს არის, არ ვიცი, ეს არის ალბათ მე რომ მქონდეს უფლება ასეთ ხალხს ქვეყანაში არ გავაჩერებ არავის დიდებით. ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი ხნით გაუშვებდი დასასვენებლად, ძალიან დიდი ხნით, იმიტომ რომ ასეთი კატეგორია ხალხმა, მედროვე ხალხმა უცელღორა ნაბეჭდვმა დაღუპა საქართველოს ყველა დროში, ბერბიჭაშვილებმა. აი ეს არის რა და აი 21 საუკუნის ბერბიჭაშვილები აგერ გამოჩნდნენ ეს ბატონები. დღეს ვინც არის ეს ვინმეს მოწონს არ მოწონს ფაქტი ეს არის რა უფლება ქონდათ რომ ამ დონის ბრენდი პარტია როგორც არის ნაციონალურ მოძრაობა და რომელსაც 2012 წელს 48%-იანი მხარდაჭერა ქონდა და ასეთ პარტიას გაბარებს პრეზიდენტი და შენ იმის თავმჯდომარე ხარ და მიშას უქნებ თითებს და მიშასკენ იშვერ თითებს სინდისი ნამოსი მაგრამ ბულკზე და კარაკზე გაზრდილი ბიჭია. მელიას გაჭირება არ უნახია ჩემო გარკვე. მელია არც პოლიტიკოსი არ არის. არც მაგას იმდენი ძალიან დაბალი ინტელექტის ადამიანია სასწაული. არც განათლება არ აქვს ელისომ მაგას იმ დონის რომ რამე მნიშვნელოვანი თანამდებობაზე დასვა. ერთი როგორ გითხრა მთაწმინდელი ბიჭი დედიკოს და მამიკოს კომფორტში გაზრდილი და ეგონა რომ ამ დონის ადამიანს რომელსაც არ ვიცი რამოდენიმე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტები აქვს დამთავრებული და რა ენაზე საუბრობს და სოფლიო პოლიტიკოსია თითებს ჩამოსათვლელად შეიძლება იყოს პრეზიდენტ სააკაშვილი. ეხლა იმას რომ თითებს დააუქრენ და იმას რომ ეუბნები რომ თურმე ნიკამელიასი შეშურდა პრეზიდენტ სააკაშვილს რომ ეგონა პარტიას ხდებდა ეს ეხლა უნდა მიხვდეს პირველ რიგში მისმა მრევლმა მიშა პარტია არის თვითონ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობა თვითონ მიშა არის მიშამ ხვალ რომ აი რა ქვია ამ სასუნს შარეს პარტია რომ დააფუძნოს მთელი ეს 100,000-ობით ადამიანი იქნება იმ პარტიაში ხდებით აქ პიროვნება უნდა მოვიდეს უკვე იმიტომ რომ ჯერ კიდე ანუ ეს 21 წელი ხო ჩავიარეთ ეს საშინელი ოქტომბრები და ბევრი ღალატები მიშას მივწერე წერილი რომ მელია მოღალატეა და გასაძევებელია პარტიიდან მიტინგებს შლის თქვენ პირადად გღალატობთ თქვენი თავისუფლება არ უნდა ნუ მიშას ჩემს პასუხი არ გაუცია ახლა არ გამცემდა პასუხს ასეთი შეიძლება ნუ მოკლედ რატო არ გამცა გასაგებიც არის მაგრამ მე უკვე მაშინ ვთვლიდი რომ საერთოდ უარი უნდა თქვას რამდენად ეს რთულია არ არის რთული შესაძლებელი არ არის შესაძლებელი არ ვიცი მაგრამ იმ პარტიაზე მთლიანად უარი უნდა თქვას და დააფუძნოს ახალი და იზამს ალბათ ამას ადრე თუ გვიან და თუმცა ერთის მხრივ პარტიების ქონას უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ არ არსებობს არჩევნები არჩევნები არ არის იქ არც პარტია საჭირო არ ვიცი ქალბატონო ელისო მე უკვე გერად ხნის უკან ძალიან კარგ ადამიანს და ჩემს უსაყვარლეს მეგობარს პატა ბურჭულაძეს უთხარი აგვისტოს თვე იყო ზუსტად მახსოვს იქიდან გამომდინარე რომ სტრასბურგში კონფერენცია ჰქონდა მანამდე და პატა ვერ ჩამოვიდა გასაგები მიზეზების გამო უნდა ჩამოსულიყო და მაშინ უთხარი რომ ყველა ჩემთვის ბატონო პატა მეთქი ჩემთვის პარტია უკვე და ჩემი მეგობრებისთვის არის საქართველოს მეთქი და მისი გადარჩენის საკითხი უნდა დადგეს
უკვე ისეა ყველაფერი აი ნათელია რა. სრული რუსიფიკაცია და ამას თუ ქართველი ხალხი ვერ ხვდება და იმ ჩვენი გმირების იმ ბიჭების, ვინც საქართველოს თავისუფლების გამო საკუთარი სისხლი დაღვარეს, სული აჩუქეს სამშობლოს მათი უკვდავი სული. წარმოიდგინეთ, ხო, ყველა დროში. ილია ამ ხალხმა მოგვიკლა. მერე მერაბი იყო და მერე ზვიადი იყო ორივე. მიშა არ გამოჩნდა და მიშა ტყვეობაში ყავს 21 საუკუნეა და ვერ გაბედენ მქონდათ ცდელობა აი მოწამლეს ადამიანი. შეუყვანეს ესეთი ნივთიერება ორგანიზმში, მაგრამ ვერ გაბედეს ბოლომდე რომ ხალხი ამაზე ძალიან დიდი კი არა და ბეძინა ივანიშვილი კი არა, მაგათ არ ვიცი, მე ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე ისე მიდის უკრაინის ფრონტზე საქმე, რომ ყველაფერი მაგრად იქნება. აი ეს დრო შემაჩუქა მებრძოლებმა, ჩვენმა ბიჭებმა, ძალიან მაგარმა ხალხმა გადამღული არის ქართული უკრაინული. აი ასეა, როგორც ჩვენ რეალურად, ისტორიულად ვართ უკრაინელი და ქართველი ხალხი. ხარდამხარ ვიბრძვით მტრის წინააღმდეგ და ჩვენ უკვე იქ ძალიან ვაშკაცი ბიჭები დავკარგეთ 100-მდე 22 წლის შემდეგ, რაც ომი დაიწყო. 100-მდე ყავს გმირი და ისინი დანარჩენები, ვინც ცოცხლები არიან და ვინც კბილებით იცავენ უკრაინის და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და თავისუფლებას, ღმერთმა ყველა დალოცვილი ამყოფოს და ჯანმრთელი დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს. ამას უსურვებდი. გამარჯვება უკრაინას, რა თქმა უნდა, და თავისუფლება საქართველოს, თავისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილს და ემიგრანტების დაბრუნება. აი ეს არის ჩემი სურვილი. მერე ჩვენ თვითონ მივხედავთ ჩვენ ქვეყანას. დიდი მადლობა. კი ბატონო. კარგით. თუ გვექნება კიდე შეხვედრა, გვექნება. თუ არა და დღევანდელი საუბარისთვის მადლობა. უკრაინა იქნება დაოკუპირებული, საქართველო იქნება დაოკუპირებული, რუსეთი აღარ იქნება შავ ზღვაზე. აუცილებლად ასე იქნება. დიდი მადლობა. გაიხსნათ.